დიახ, ძალიან შთამბეჭდავი იყო ის სიტყვები, რომელიც დღეს ნამდვილად ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლოს უთხრა. დღეს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ცრუ მოწმეები იყვნენ დღეს პოლიციელები და მოსამართლემ ეს საკუთარი თვალით ნახა, საკუთარი ყურით მოისმინა, რაც ამბობდნენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, მაინც 7 დღით გაუშვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ციხეში და სულ რამდენიმე წუთის წინ ასევე გახდა ცნობილი, რომ ნიკოლოზ შურღაიასაც შეუფარდეს 14 დღიანი პატიმრობა. ერთმანეთის მიყოლებით სასამართლოში ტარდება პროევროპული აქციების მონაწილეების სასამართლო სხდომები და ყველას უშვებენ ციხეში. თავდაპირველად საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ ამ დრაკონული კანონის გამო გზის გადაკეტვა 15 დღიანი პატიმრობით ისჯება. მეორე ჯერზე გზის გადაკეტვა კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაული არის. ბიძინა ივანიშვილის დავალებით 1 წლით გაუშვებენ ადამიანებს ციხეში და ყველა ის ადამიანი, ვინც სასამართლოს სხდომაზე მოდის და განსასჯელის სკამზე ზის, ყველა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სასჯელს მოიხდიან, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან რუსთაველზე. ბატონი გოგლაჟვანი არის ჩვენთან ერთად. ახლა ის ისაუბრებს ჩვენს ეთერში. ბატონი გოგლა, თქვენ ესწრებოდით სასამართლო პროცესს, ნიკოლოზის სასამართლოს სხდომას, როგორც ვიცით, რას გვეტყვით, რას ვადევნებთ ახლა სასამართლოში თვალს? აქ ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება აგონიაშია, სასამართლო ცირკია. აი რა ხდება, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს პროცესები, რაც ახლა ქვეყანაში? აი კონკრეტულად ეს სასამართლო პროცესი ამ წუთას ვესწრებოდი ნიკა შურღაიას პროცესს. აი საოცრება იყო ის, რომ იმდენად აღარ შეიწუხა პოლიციამ თავი, რომ მოწმეებიც კი არ მოიყვანეს. 60 დღეს ითხოვდნენ, მოსამართლემ 14 დღე გამოუტანა, რაც თავისთავად უსამართლოა, იმიტომ რომ ნიკა შურღაიას ქუჩა არ გადაუკეტია, დაინახა მის წინ რამდენიმე მეტრში წაქცეული ადამიანი და ტროტუარიდან გადავიდა მისახმარებლად და ამაზე დაიჭირეს და 14 წელი მიუსაჯეს. ეს სრული აბსურდია, სრული სიგიჟე არის. გარეკილი აქვს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ძალიან არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანები მართავენ ქვეყანას და რას ფიქრობთ? მას ამბობს ქართული ოცნება აი ამ რეპრესიებს? არა, მათ ისინი ცდილობენ საზოგადოებას შეაშინონ, იგონებენ ყოველდღე ახალ კანონებს, უფრო ამკაცრებენ და როგორმე შეზღუდონ, დაძაბულები არიან, ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამ საპროტესტო მოძრაობას. და ვერც მოუხერხებენ. არის ძალიან მარტივი გამოსავალი, უნდა შემიძლია ვურჩევამ ხელისუფლებას ეს გამოსავალი გამოუშვას ყველა პოლიტპატიმარი და დანიშნოს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები და დამთავრდა ყველანი დავიშლებით სავალ სახლებში. არავისაც ამოვნებს ქუჩაში დგომა დღე და ღამე, ხო? გამოსავალი უმარტივესია, მთელი ქვეყანა დამშვიდდება. ძალიან დიდი მადლობა გოგლაჟვანიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ გავესაუბროთ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, მოვისმინოთ მისი პოზიცია, ის თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე. პირდაპირ ეთერში ვართ, გვინდა რომ მოვასმენინოთ ჩვენს მაყურებელს თქვენი პოზიცია, რას გვეტყვით იმ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც თითქმის 4 საათი გრძელდებოდა. ჩვენ ბატონი ვაჟას სიტყვას მოვუსმინეთ, მოსამართლემ 7 დღე გადმწესა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ციხეში. როგორია თქვენი პოზიცია ქალბატონთან? სამწუხაროდ ისე ვიხილეთ უსამართლო სასამართლო, ვაჟას ძალიან კარგად შეუძლია ხა შეადაროს, როგორი სასამართლო ტარდება ცხინვალში და როგორი სასამართლო ტარდება აქ. მე მგონი უნდა შერწყოს ჩვენ სასამართლოს, რომ ან იმის შედარების ის კონდეს, რა ქვია, შედარება გაუკეთოს იმათ, რაც იქ ხდება. შეუძლია შეადაროს ასევე დაკავების იზოლატორები და ასე შემდეგ. ასე რომ დიდი განსხვავება არ ამგონია უკვე იყო ისეთ დონემდე ვარ დაცემული. სამწუხაროდ არავინ არ უარყოფს, რომ სასამართლო ან ადრე იყო კარგი და ან ეხლაა. მაგრამ ჩვენ გვინდა უკეთესი სასამართლო, ამას ვაპროტესტებთ. ვაჟამ თავის სიტყვაში ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ის თუ რატომ დგას ის რუსთაველზე და რატო აპროტესტებს. ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო გადაადგილების ქუჩა. ეს არის საქართველოს გული, რომელსაც ყველა ადამიანს შეუძლია პროტესტის გამოხატვა. ჩემი რჩევა სახელმწიფოსადმი, რომ გამოაცხადონ ყველა მთავრობისთვის კარგი იქნება. საფეხმავლო ქუჩად გამოაცხადონ სადღაც 8-დან 11 საათამდე. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის ეს ახლა. რუსეთში როგორ არის, მე არ ვიცი ახლა, შეიძლება თვითონ იციან.
გამოაცხადონ საფეხმავლო ქუჩა, ჩვენ იქ მივალთ გავაპროტესტებთ. მომავალ მთავრობასაც გავაპროტესტებთ, თუ წესიერად არ მოიქცნენ და ნორმალური კანონები არ მიიღეს. აუცილებლად მინდა კითხოთ, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების კადრები იყო შემზარავი ყველასთვის, პოლიციელები როგორ ბილს სიტყვაობდნენ, აგინებდნენ მას, ამაზე თავადაც ისაუბრა სხდომათა დარჟეში. თქვენთვისაც ძალიან მძიმე მოსასმენი იქნებოდა ალბათ ეს ის ვაჟა გაფრინდაშვილია, რომელზეც კახა კალაძე რამდენიმე წლის წინ წერდა რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ყავდა დასახსნელი ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას და ჩვენ გვახსოვს როგორ განცხადებებს აკეთებდნენ მაშინ. რას გვეტყვით თქვენ დღეს იმ ყველაფერზე, იმ ფორმაზე, რა ფორმითაც მოხდა ვაჟა ექიმის დაკავება? ასეთი ფორმებით აკავებენ ძირითადად ძალადობრივი მეთოდებით სამწუხაროდ, მაგრამ ეს ზუსტად მიზანმიმართული პირად შურისძიებას გავდა, რადგან ახსენა რომ იჩნო სამართალდამცველმა რომ ეს იყო ექიმი და შეაგინა. ღმერთმა ნუ დააჭიროს მაგას არანაირი ექიმი, მაგრამ არ ამგონია რომ მისი ოჯახის წევრები საახლობლოში მაინც მოიკითხოს, აუცილებლად ეყოლება ვაჟას პაციენტი. თუნდაც დღესაც რომ გააცდინა ვაჟამ თავისი კონსულტაციები, დღესაც ყავდნენ პოლიციელები, ექიმები, თვითონ ისინიც გაგიჟდნენ, რას ქვია ვაჟა ექიმი დაიჭირესო. ჩვენ პროფესიის მიხედვით არ უყოფთ არავის, არც შეხედულებების მიხედვით, აგერ ვაჟამ რუსის მფრინავებს უმკურნალა და ისინი მოარჩინა და ჩვენთვის სულ ერთია ეგ. ადამიანური თვალსაზრისით არა მარტო იმიტომ რომ რაღაცა ჰიპოკრატეს ფიცი გვაქვს დადებული. ხო, სამწუხაროდ ესეა და რაც შეეხება ამ სრულ ორ საცოდავ მოწმეს, მე ესე განვიხილავ, ახალგაზრდა ბიჭები არიან, კადრები დაათვალიერეს, არც ერთი პოლიციელი არ ჩანს. სამხრე კამერებს რისთვის ინახავენ, რისთვის ყიდულობს სახელმწიფო სამხრე კამერებს, რისთვის ხარჯავს ჩვენ ბიუჯეტის ფულს, იმიტომ რომ მაგათმა ჯიბეში ჩაიდონან, სახლში შეინახონ და რას იღებენ იმ სამხრე კამერებით? ბავშვებს იღებენ, თავის ოჯახურ სცენებს იღებენ თუ ღამის პანორამებს თუ რას იღებენ? მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენდით ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, სხვათა შორის სამხრე კამერებთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ პოლიციელმა დღეს სხდომათა დარბაზში თქვა, რომ მაშინ, როდესაც დაკავებები დაიწყო რუსთაველის გამზირზე, ჯიბეში ჩაიდო სამხრე კამერა, რომ არ გაფუჭებულიყო. საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს პროევროპული აქციების მონაწილეების სასამართლო სხდომები, კიდევ 5 ადამიანი ელოდება მოსამართლეთა გადაწყვეტილებას, მათ შორის ერთ-ერთი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომლის სასამართლო სხდომა სწორედ ამ წუთებში იწყება.